საღამოშიდობისა ეს გავარჩევთ ამ მოთხრობას ავარია ფრიდრიხ დიურენმანტის ავარია თუ გახსოვთ აი პატარა უფლისწულიც რაღაც ავარიით დაიწყო არა თვითონავე ჩამოვარდა და ეს ავარია რაღაცნაირად არის გაჩერების მომენტი როცა ცხოვრებას უსვავს შეკითხვებს რაღაცა მანამდე მიყვები რაღაც დინებას და ვერც კი გაგიაზრებია რეფლექსია ამ დინების არ არის და უცებ ხდება რაღაც კატასტროფა როგორც პატარა უფლისწულის შემთხვევაში ჩამოვარდა თვითონავე ამ დაეშვა ავარიული დაშვება გააკეთა უდაბნოში და უნდა შეაკეთოს თვითონავე ხო აქაც რაღაც მანქანა გაჩერდა ყველაფერი კარგად იყო მიდიოდა სახლში კომივოიაჟერია წარმატებული სტუდებეკერი აქვს უახლესი მოდელის გაზიფზიფებული რაღაც ლივლива სტუდებეკერი აი მანქანაა რა სტუდებეკერი მანქანის ბრენდი იყო მაშინ ეხლა არ ვიცი ეხლა თუ არიგეთ მანქანა არ ვიცი მეგონი ჩაყლაპ ალბათ სხვა ბრენდებმა ჩაყლაპეს ხო მე არ ვიცი სტუდებეკერი თუ არის კიდე გამოდის თუ არა და აი ეს ახალი მოდელის სტუდებეკერი გაჩერდა რაღაც ქალაქში პატარა ქალაქი არის თვითონ უფრო დიდ ქალაქში ცხოვრობს თქოს არაფერი არ უდგა წინ რომ მისულიყო სახლში ამ სტუდებეკერით შეასრულა თავის საქმე წარმატებული კომივოიაჟერია და გაჩერდა ეს მანქანა. ნუ ფიქრობს თვითონ შევაკეთებო. და ვერ შეაკეთებს და გარაჟის მეპატრონე ეტყვის რომ გარაჟი მანქანა სახელოსნოს მეპატრონე ეტყვის რომ არა ეს ხვალდილამდე არ გამოსწორდება ეს მანქანა. და რაღაცნაირად დაემორჩილა ამ გარაჟის მეპატრონეს როგორც აქამდე ადგილის დემონებს და ღმერთებს ემორჩილებოდნო ანტიკურობაშიო. რაღაც უკვე საბედისწერო ხმა შემოიჭრა. თითქოს რაღაცა ადგილის დემონი, რაღაც ადგილის ბოროტებაზე არ ალაპარაკი, ადგილის დედა ეგეთი გენიუს ლოკი იყო ეგეთი გაგება, რომ ყველა ადგილს თავისი რაღაც ღვთიური არსება მფარველობს. აქაც თითქოს აი ეს გარაჟის მეპატრონე ასეთი ღვთიური არსებასავით გამოვლინდა, რომელსაც უთხრა რომ არა, ეხლა ვერ შეგიკეთებ ამას, აქ უნდა დარჩე. ასე თქოს ბედისწერის ხელი შეეხო უკვე ამ კაცს და ჯერ მარტო ის რომ უახლესი ახალთახალი მანქანა გაუფუჭდა ესეც რაღაც უცნაურობაა ხო და მეორეც რომ აი არ გამოსწორდება ისეთი ბენზინის მოწოდება შეუწყდა და ამას უცებ ასე მარტივად ვერ გამოასწორებდა და რაღაც დააკავშირა ეს მწერალმა რაღაცა საბედისწეროსთან აი ადგილის დემონთან დაიმონთან უფრო ადგილის ღმერთთან და რა დილემის წინაშე ახლა წავიდე სახლში თუ დავრჩე რატო წავიდეს სახლში რა ელოდება ოჯახია რა ცოლი ელოდება შვილები ყველაზე მეტად უმცროსი შვილი უყარს და იმის ნახვა უნდა და შეუძლია დაჯდეს მატარებელს და წავიდეს მაგრამ წაძლევს სული წაძლევს რომ იქნებ თავგადასავალი მელის აქ სახლში ამელის ნუ კაი ნახავ ჩემებს კი ბატონო მიყვარს ჩემი ყველაზე უფრო ჩემი ეს უმცროსი შვილი მიყვარს კი ბატონო მაგრამ ეს ხო პროზა არის ასე ვთქვათ ყოველდღიურობაა და მოდი იქნებ გამოვრჩე რაღაცას ჩემს ამ მოგზაურობას იქნებ აი თავგადასავალი გამოვადნო ამ სიტუაციიდან ხა და რა არის თავგადასავალი იქნებ ვინმე ახალგაზრდა ქალი ვნახო სადმე მეგობარი ერთდღიანი მეგობარი ასე ვთქვათ გავერთო მასთან ხო არიან ის ქალები ვისაც აი მდიდარი ჩემნაირი მდიდარი და წარმატებული ხალხი მოწონთ და ჩემთან სიამოვნებით გაატარებენ ერთ ღამეს და აი ამ თავგადასავალს გავიცნობ სადმე ბარში ამ სასტუმროს ბარში ამ გოგონას ქალს და მოკლედ მექნება უფრო საინტერესო ჩემი დღე ვიდრე უბრალოდ სახლშიო დავბრუნდე ხა და ჩემი ოჯახისთან რომ ველაპარაკო სხვა შეს აი გამოჩნდება მე რაღაცა წარწერები რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წარწერები ერთ-ერთი წარწერა არის გაატარე ხოლმე დრო შენ საყვარელ ადამიანებთან ნუ გაფლანგავ ამ დროს იმიტომ ამაზე უკეთს ვერაფერს ვერ ნახავ და რა თქმა უნდა იმ ვიღაცა ერთი ღამის თავგადასავალზე რო წამოყვებოდა ისეთი ქალი საყვარელი მისი ადამიანი არ იქნებოდა საყვარელი ადამიანი ოჯახის წევრები ყავს განსაკუთრებით ის ბიჭი რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ის თავისი უმცროსი შვილი მაგრამ არა მათთანაც არ ატარებს დროს აი რაღაცა თქოს გაცვალა ეს ოქრო რაღაცა არ ვიცი ხეზე თუ რაღაცაზე რომ ეს წარმავალზე რომელიც არ შერჩება არასდროს და ხშირად გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან აი ეს შეგონება კი ამოქარგულია წერია როგორც ღვთიური ორაკულური შეგონება ამას არ ასრულებს მიყვება თავის ამ იმპულსს რაღაც ამ იაფასიანად თავგადასავალს მიდის სასტუმროში უცნაურად არის მწყემსების რაღაც კონფერენცია და არც ერთი ადგილი არ აქვს ეს რაც საბედისწეროა სასტუმროში ვერ გაატარებს
შანსი არ აქვს დრო გაატარო შასტუმროში. ეტყვიან რომ წადი აი სახლია, იქ იღებენ ხოლმე სტუმრებს, იქნება შენს მოგცენ ადგილი და ოთახი. ნუ კაი ჩათვლის კი ბატონო წავალ იქ, აქ ნომერი კი არ არის, მაგრამ აქ სასტუმროს ხო ბარი აქვს, რაღაცა მერე მოვალ და მერე ვიპოვი ამ ჩემი აქ დარჩენის მიზეზს. ნუ მიდის ამ სახლში და იქ მოხუცი კაცი ეუბნება, კი ბატონო დარჩი აქ. რამდენი დამიჯდება? რა დამიჯდება? არაფერი არ დაგიჯდება. ჩვენ ასე უფასოდ ჩვენთვის კარგიც არის, რომ ასე უფასოდ ვიღებთ ამ სტუმრებს და გაუკვირდება ეს. ესეც რაღაც ახალი მომენტი იქნება. ჯერ არ მოუნდება თითქოს ამათთან რატო გავჩერდე, მაგრამ მე ვფიქრობ, ესენი რაღაც ამათში არის რაღაცა ტრადიციული, რაც დაიკარგა ესენი სოფლებში ჯერ კიდევ ინახავენ და მოიხიბლება ამითი და ეს მოხიბლა და ეს რაღაც პატივისცემის გაჩენა იქნება მიზეზი მისთვის, რომ არ წავა აქედან. კი, მაგრამ ესენი უფასოდ თუ ტოვებენ აქ, ეხლა როგორღა წავიდე აქედან, ეხლა ვალდებული ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ჩამეშალა ის ჩემი თავგადასავლის ოცნება. რატო? იმიტომ რომ მეუნევია რომ კიდე 3 კაცი უნდა მოვიდეს აქ და რაღაცა მათთან უნდა გავატარო დრო. და ეხლა ხო არ ვეტყვი რომ თქვენთან ვერ გავატარებ დროს, ეს უფასოდ ტოვებენ. ამიტომ რაღაც საბედისწეროდ გაეხლართ ამ სიტუაციაში, რომ ვეღარ ამბობს უკვე, რაღაცა თქოს ხელი დაედო, რაღაცა ბედისწერის ხელი, რომ ვეღარ უპირისპირდება, რაც გაინაბა ბედისწერის ქვეშ. აი, გველი რომ მონუსხავს ჩიც. ახსოვთ იქ რო არის ჯოზეფ კონრადთან ქონდა, რომ ის დინარეო გველივით იყო, რომელს მომნუსხავ და აუცილებლად წავსულიყავ იქ. ესეც რაღაცა მოინუსხა და უნდა დავრჩე ესე იგი აქ, ვალდებული ვარ. რაღაცა შეიკრა ისე სიტუაცია, ვითარებები ისე შეიკრა, რომ შანსი აღარ ქონდა აქ რომ არ გაეტარებინა იქ დრო და ფიქრობ რომ დავკარგე საღამო რა, ეხლა ამ ბებურცანებში ვიჯდები, რაღაცას დამელაპარაკებიან თან, ვინ არიან იურისტები ყოფილა, აი ხედავ რომ იურიდიული ლიტერატურაა ყველგან, ჩემ ოთახში იურიდიული ლიტერატურა, ამაზე არაფერი არ ვიცი. ერთი მუსიკაზე არ დამიწყენ, ოღონდ ლაპარაკი და იმიტომ რომ არაფერი არ ვიცი, არც მუსიკაზე, არც ლიტერატურაზე, არაფერზე. ნეტავი რო ყოფილიყავი დაუშვათ არაკომი ვოიაჟერი, სხვა სამსახური და სხვა პროფესია მქონდა, კიდევ რაღაცას წავიკითხავდი და ან მოусმენდი ამ მუსიკას და რაღაცა გემოვნებებს განუვითარებდი რომ მელაპარაკე, მაგრამ ნეტავი ამაზე კულტურაზე და რაღაცაზე არ დამელაპარაკე, თორე ეგრევე გამოჩნდები რომ არაფერი არ ვიცი. ნუ ესეც აი გაჭიროებულ მდგომარეობაშია, მოკლედ იცის რომ ელიც რაც მოსაწყენი საღამო ბებრუცანებთან, თან იურისტებთან. და მე თავაზობენ გზას, ითამაშებ ჩვენთან ერთად. კი, როგორ არ ვითამაშებ? მიყვარს თამაში. რა უნდა ვითამაშო? აი ჩვენ ვართ იურისტები. გადა? სოფელში ხდება ხო? ხო, დაბა სოფელია და ძალიან ტრადიციული სოფელია, აი კირხე, ეკლესია ჩანს მთაზე, იქვე დიდი მუხა არის, ეს ყველაფერი აჩვენებს ტრადიციულობას. ამ სოფელში თქოს დრო შეჩერებულია. თქოს ეს ცივილიზაციას არ წაულეკავს ეს სოფელი. დარჩენილია რაც პირველ ყოფილ რაც სიწმინდეში ამ ძველებური რაც შვეიცარიულ გერმანული რაღაცა სოფელივითა რაღაცა და ეკლესია ძველი მუხა რომელიც შენა რაღაცა გამაგრებულია თან ჯაჭვებით როგორც სწორად მახსოვს და ასეთი სიტუაცია ვითარება და ძველი მანერებიც აქვს შენარჩუნებული. ეხლა საქართველოშიც ბატონო ტრაპსი ხო ალფრედო ხო და ესეთი ის აქვს საქართველოში ხო იყო ესეთი რაღაცა რომ წახვიდოდი იმერეთს ავსო მასპინძელო დაიყვირებდი და ის ეხლაც ასეა ალბათ სოფლებში ეხლაც ასეა მე ხა არ მიმგზავრია ფეხით მაგრამ დარწმუნებული ასე იქნება რომ სამ იმერეთ სოფლებში რომ წახვალდა და იყვირებდი მასპინძელო ღამე აუცილებლად შეგიფარებენ დაგაპურებენ ჩვენთან ჯერაც შენარჩუნებულია ეს და აქ კიდე ძალიან გაუკვირდება რომ ეგეთი რაღაცა როგორც ჩანს მაშინ შვეიცარიის სოფლებშიც კი არ იყო ესეთი რაღაცა და უცებ ამ სოფელში ეს ძალიან ძველი ტრადიციული რაღაცა დაინახა და ვითამაშოთ რა ესენი მოსამართლეები ყოფილან იურისტები და ჩვენო ძალიან დეპრესიაში ვიყავით რომ დავანებეთო სამუშაოს თავიო აღარ ქონდაო ფუნქციაო ფიზიკურათაც დავაადდითო ფიზიკურათაცო და მე გადავწყვიტე რომ მოდი აღვადგინოთ ჩვენი პროფესია გავაკეთოთ ასე ვთქვათ სიმულაციური პროცესები ხან სოკრატეზე ხან იესო ქრისტეზე ხან რა პროცესები იურიდიული ჩვენი განათლება გამოვიყენოთ მსოფლიოს დიდი ადამიანები ვინც კი ყოფილა ხო მოსამართლე პროკურორი ვეკილი და მოსამართლე სამნი და ერთი აღმოჩნდება მე პილე რომელიც ვაიმე აღმოჩნდება თურმე ჯალათი სიკვდილდაჟე გაუქმებულია მაგრამ ეს პილე იყო რეალური ჯალათი ამიტომ ეს უცებ რომ გაიგებს ეს პილე რეალური ჯალათია რეალ მართლა შეშინდება ეს
იბა სიმპტომატიზაცია ხო გაუქმებულია? კი, გაუქმებულია ზოგადად შვეიცარიაში გაუქმებულია, მაგრამ ჩვენს პროცესებში სიმპტომატიზაცია არის, იმიტომ რომ განსაკუთრებულად ელფერს ანიჭებს ჩვენ პროცესებს, როცა იცი რომ სიმპტომატიზაცია არის და ჯალათი ყავთ, კიო, პილე. მოიცა, პილე როგორ იყო ღვინოსპეც? კი, მეღვინე იყო, ყოველთვის მეღვინე იყო. სახელმწიფო საქმეს, ანუ ჯალათობას კლავდა, რეალურად კლავდა ადამიანებს. ის ასრულებდა შეთავსებითო. და უცებ შეძრწუნდება ეს და რაღაცა რეალური შიში მოიცავს. მაგრამ მე თვითონ დაცინებს თავისას და ამაგდეთო, მართლა შემეშინდაო. მაგრამ უკვე ხედავს რომ რაღაცა იგზნობა რომ რაღაც საბედისწერო უფრო და უფრო მოდის, მეტად და მეტად მოდის ნამდვილი და საბედისწერო. დათანხმდება ჩემი როლი რა იქნება? ნუ ერთი ბრალდებულის როლი დაგვრჩება, იმიტომ რომ ეს ყველა როლი განაწილებულია. კი ბატონო, იქნება ბრალდებული, რატომაც არაო. თუმცა არაფერი ბრალი არ მაქვს. ეს ადვოკატი უნდა ჯობი ეხლავე თქვა რამე ბრალი, ეხავე თქვი რამე ბრალი, რომ იმის მოვიგერიოთ ადულად. რო იტყვი რომ ბრალი არ მაქვს, თვითონ ამ დაკითხვის დროს რაღაც ისეთ მოგიგონებენ, ისეთ გიპონიან, რომ მე ძალიან ძნელი იქნება მოგერიები. ამიტომ ეხლავე თქვათ რამე რა. რა ვთქვა? აი მაგალითად ხო კომივოიაჟერი ხარ. ხო შანსი არ იტყუებოდე? ტრაპსი რა თქმა უნდა, კომივოიაჟერი. ნუ ეს თავისი პროდუქტებს რო რეკლამას უკეთებს, მიდის დაუშვათ სხვა მაღაზიებში, აი ჩვენი ეს თანიკა საინტერესო რომ რა ქვია თქვენ ფირმასო, სადაც მუშაობ, ამ ტექსტილურია ფირმაა და ჰეფესტიონიო და ჰეფესტიონი მე ვიციო, ღმერთი იყო, რომელსაც გააბაო მახეშიო არესი და აფროდიტეო, როცა ამ აფროდიტე როცა მოკლედ რაღაცა ფარული სასიყვარულო კავშირი ქონდათო. აი მაშინ ჰეფესტომ გააბა ეს არესი და აფროდიტეო და რა არის მითის შემოყვანა აქა. მითოსი არ არის ზღაპარი. მითოსი არის რაღაცა პარადიგმის მაჩვენებელი, ადამიანის ბუნების სიღრმეების მაჩვენებელია მითოსი, გამოხატავს, აი რა არის ერთგულება, რა არის ეროსის ძალა, სიყვარულის ძალა დაუშვათ ამ ეროტიული სიყვარულის ძალა, როგორ შეიძლება ღალატი ჩაადენინოს ამ სტიქიამ, რაღაცა პარადიგმებია მითოსში, მარადიული პარადიგმები. ამიტომ ეს რას მარადიული პარადიგმა შეიძლება ჰეფესტიონი, ხო, ჰეფესტო ვიცი ღმერთი. აი და ეს უცებ შემოიტანა ამ პროკურორმა რაც მარადიული პარადიგმა, რომ აი შეიძლება მსგავსი რაც მითებში ხდება, აქაც შეიძლება მოხდეს. რაღაც არის განმეორებადი სტრუქტურები ადამიანების ქცევაში. და ეს ხო ჰეფსტოინი არის ტექსტილური ფირმა და მაგას მე ვარ ამის კომივოიაჟერი. და ხო თუ ხარ ტექსტილური ფირმის კომივოიაჟერი, ხო შანსი არა ტყუილი არ თქვა. რა თქმა უნდა ტყუილებს ამბობ, რა თქმა უნდა შენ პროდუქტს უფრო მეტად შეაქებ, ვიდრე ის იმსახურებს. ხო და თქვი რაღაც აი რომ მოატყუა ვიღაცა ფირმის წარმომადგენელი, ვიღაც მაღაზია, რომ ეს არის რაღაცა წყალგაუმტარია შენისა, სინამდვილეში მაინც ატარებს ცოტა წვიმას ან რაღაცა თქვი, ეგეთი რაღაცა ტყილზე რო ააგდე ვიღაცა, ან შეპირდი რაღაც პროცენტს და ის პროცენტი მე შეუმცირე. რაღაცა თქვი. და ამას მე მოვიგერიებ, მე ვიცი როგორ ავაწყო სიტყვა ვექილური ადვოკატური, რომ დაგიხსნა. არა, არაფერი ბრალი არა, გამანები თავი. მე სადაც მუშაობ სკოლაში, ამერიკელი დირექტორი ყავდა ერთი და მიყვებოდა რომ აი მე ვიყავი ეგეთი კომივოიაჟერიო, ეხლა ამაზე ამ მოთხრობაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვიყავი ეგეთი ბიზნეს აგენტიო რა და ჩვენი ფირმის დირექტორიო გვავალებდაო რომ მოგვეტყუაო და თვითონაც უიტყუებოდაო და ერთხელ ვკითხე რომ შეიძლება ოდესმე არ მოიტყუო და რა თუ შემიძლია რომ მოიტყუო, ყოველთვის ვიტყუები, რატო არ მოიტყუო და შემაძრწუნაო ამან და გავანები ამ ყველაფერს თავი და მე წავედი ამ განათლების სისტემაშიო და უკვე სხვა ცხოვრება დავიწყე. ამიტომ შევძრწუნდიო რომ თურმე ჩემი მოდუს ვივენდი, ანუ ცხოვრების წესი უნდა გამხდარიყო ის რომ ეს უნდა მეტყუა. ნუ ჩემი ბიზნესი წარმატებული ყოფილიყო. ამას ეუბნება რომ კომივოიაჟერი თუ ხარ, ეგეთი პროფესია რომ წაქცდება მაინც ხელი ხო ვერ იქნები ახლა ფრანსის ასიზელი ვერ იქნები ამ პროფესიაში. არა, მე არ ვიტყვი არაფერს, თვითონ დამკითხონო და იწყება მის დაკითხვას და თვითონ უცნაურად ვერც ხვდება რომ დაკითხვა უკვე დაიწყო. ამას გონია რომ ეს ტრაპსი ვერც ხვდება რომ დაკითხვა დაიწყო, მაგრამ გონია რომ რაღაც ფორმალური დაკითხვა იქნება რაღაცა იურიდიული ტერმინებით და ესენი ახტაცებაში მოვლენ. ვერ მიხვდა რომ დაკითხვა უკვე დაწყებულია. ეკითხებიან ვინ ახარ, როგორ მოხდი ამ ფირმაში, როგორ გაქვს ეს სტუდებეკერი, ასეთი ახალ-ახალი, აქამდე ვინ იყავი? ეს ყველაფერს რთული ბავშვობა რო ქონდა, სიღარიბეში ცხოვრობდა, მარტო ერთი კლასი, მარტო დაწყებითი სკოლა აქვს დამთავრებული და ოჯახს ფულიც კი არ ქონდათ, რომ მე გაეგზელებინა იქ სწავლა. ყველაფრის თვითონ მოუწია, ყველაფრის, როგორ თქვა, რქებით გატანა, ასე ვთქვა, ცხოვრების
მამამისი მარქსისტი იყო თვითონ, ეხლა ლიბერალური პარტიის წევრი გახდა, იმიტომ რომ სიმდრე მოემატა და არ სჭირდება სოციალურ უსამართლობას ფიქრი საერთოდ. იმითაც აიწია ამ სოციალურ კიბეზე. აქამდე Citroen ყოლიქონია თურმე. და ეხლა უცებ კი, ხო, გიგაქსზე ამასობა შეკითხები გიგაქსზე, ხო? ან თავიდან ეს ყველაფერს რო ყვება გონია ჯერ დაკითხვა არ არის. და ისინი ხელებს იფშვნეტენ. აბა, ასეთი თუ იყავი და ასე დაბლა თუ იყავი, უცებ როგორ ახვედი მაღლა. ეხლა შენ Citroen-ით დადიოდი და მე რა ხდებოდა? მე Citroen-ი როგორ გადახდი Studebaker-ზე? აი, ამისთვის გიგაქსი უნდა მომეშორებინა. გიგაქსი უნდა მოგეშორებინა, ეგ ვინაა? ჩვენი მესაკუთრე ამ ფირმის, რამ მე როგორ მოიცილე? და ყვება ამ ისტორიას, ეს ადვოკატი გიждდება, გაჩერდი, მახეში გაბავენ, აღარ გააგზავნო, მეტი აღარ თქვა, შტერია ეუნება, არ მოусმინოთ. ეს მაინც და უკვე თვითონაც შედის აზარში. უკვე საინტერესო რა არისო? აი ბედისწერის ძალა რომ მოქმედებს მასზე, ნახე. ბედისწერის უფრო დიდი მოქმედებს ამ ტრაპზე, ვიდრე უბრალოდ ადამიანური რამე არის. რაღაც თვითონაც შეყვება, აზარტში შევა და ვეღარ ჩერდება. რაც იქოს უნდა რომ თავისი თავი გამოიძიოს, რაღაცა თავის აი ამ კითხვა პასუხში რაღაცა მშობლიურად გზნობს საკუთარ თავთან. ხო, კი ბატონო. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ესენი ეკითხები, რა უქენი, როგორ მოკალით, მე არ მომიკლავს. და ის ხვდებიან რომ რაღაცა ეგრე არ იქნება რომ აბა როგორ მოიცა გიგაქსი როგორ მოიცილებ შენ თვითონ გახდი ხო მისი ადგილი დაიკავე არა კი და როდის დაიკავე ძალიან ახლოს იმ მომენტში როცა გიგაქსი მოკვდა თუ არა ეგრევე დაიკავა მისი ადგილი ხო ეგრე ერთ რაღაც რამდენიმე კვირაში და მე მოყვება ამ ყველაფერს როგორ დაიკავა გიგაქსის ადგილი თურმე მისი ცოლის მეშვეობით. გიგაქსო ქონდაო გულის პრობლემაო. და ამას მალავდაო და მე კი ვიცოდიო ესო. გიგაქსი იყო ესეთი ტიპი, რომელსაც უნდა და ეჩვენებინა რომ არანაირი პრობლემა არ აქვს, ძლიერია, მაგარია, ბიზნესის აქვს ალღო, რაღაცა ხრატუნა ტიპია, რაღაც სულით და ყველაფრით, ჯანმრთელობითაც და მალავდა ამას და ამან გაიგო და ვისგან გაიგო? მისი ცოლისგან. მის ცოლისგანო, ეს ცოლი საიდანო? ცოლი რატო გაგიინტიმურდა ასე და რატო გითხრა თავის ქმარზე ისეთ რაღაც რაც ქმარიც კი მალავდა. აი ესეო დაუახლოვდიო. მოგეთ აი ესეთი შეტოპას ადვოკატი გიждდება, რეებს ლაპარაკობს. და მე ყვება ამ ისტორიას რომ ამ ცოლთან როგორ გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. ესენი ამბობენ დოლო. დოლო არის მზაკორობა ლათინურად. ეს ვერ ხდება დოლო. და კაი დოლოს არა უშავს კიდე და კიდე ეხლაც მის ცოლთან ხარო? ეხლაც ამ ქალთან ხარო? ეხლაც აგძელებს სასიყვარულო ურთიერთობასო? არაო. ის რომ მოკვდაო, ეს გიგაქსიო რომ მოკვდაო, ამის მერეო აღარ ვაგძელებ მას ურთიერთობასო. იმიტომ რომ მინდა პატიოსანი ქრივის სახელი შეინარჩუნოსო. და უცებ ესენი ახტაცებაში მოვლენ და მალო დოლო ყვირიან მალო მარი ბოროტი მზაკრობა უბრალო მზაკრობა კი არა ბოროტი მზაკრობა რაზე არის ლაპარაკი აი მინდა დაგისვა შეკითხვა ამას არ იტყოდნენ ბოროტ მზაკრობას და შეჯერდებოდნენ მზაკრობას დოლუმ რო ეთქვა რომ კი ეხლაც ვაგძელებ მასა ურთიერთობას კი ცოლს ღალატობ კი ოჯახს ღალატობ ცოლს ღალატობ კი მაგრამ ვაგძელებ მაინც ურთიერთობას გიგაქსის ცოლთან ისევ ჩემი საყვარელი არის მაგრამ აღარ იტყოდნენ მალო დოლოს იტყოდნენ მარტო დოლოს მაგრამ ეხლა დაუმატეს ბოროტი მზაკრობა აი რატო გამოიყენა რეალურად ყვარებოდა გაგრძელებდა ხო აი ეგ არის ანუ კი ცუდია ცოლის ღალატი ცუდია რომ ვიღაც სხვა ქალთან დადის მაგრამ თუ მართლა შეუყვარდა თუ მართლა არის მათ შორის რაღაცა ძაფები გაბმული ამ ეროსის სიყვარულის რაღაცა შეყვარებულები გახდნენ რაღაცა კი უღალოდ ცუდია მაგრამ ეხლაც აგძელებს ურთიერთობას იმიტომ რომ ეს გულწრფელი რაღაცა იყო და თუ არ ყოფილა გულწრფელი ეგრევე გაუნებებია თავი ესე იგი გამოიყენა მხოლოდ ჯობდა
ძიებდა მართლა ყვარებოდა და გაეგზერვინეს ურთიერთობა. ანუ თვითონ თავის შეიძლება არის ეგეთი რაღაცა, რომ ადამიანი ვერ, სუსტია ადამიანი დაუშვა და ცუდად კი მოიქცა დაუშვა, ვერ გაძლო. მაგრამ აყვა ამ განცდას და მე ისეთი ამ განცდის ლოგიკით მოქმედებს უკვე და რას იზამ დაუშვათ კი? ჯობდა ეს არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. თუნდაც ესეც არა, თუნდაც ეს მანიპულირებდა ამ ყველაფრით, ამ ქალით. ესე იგი, ამიტომაც ეგრევე დაანება თავი. გამოიყენა, დაანება თავი და ახლა მარტო არის ის ქალი. არც ქმარი ყავს, არც არავინ არ ყავს, გაწირა ის ქმარი. შემოსავალიც არა აქვს ალბათ არაფერი. იმიტომ რომ ეს ფირმაც წაართვა მან თავის მის ქმარს. ანუ მალოდოლ ბოროტი მზაკრობა. და ეს ახტაცებაში მოდიან და საინტერესო რომ ამას რომ იტყვის, უცებ ჩააქრობს ეს სინათლეს პროკურორი, მარტო ერთ სადელს დატოვებს და გააკეთებს რაღაც ფიგურებს კედელზე. რა ფიგურებს გააკეთებს? რაღაცა ოჩოპინტრებს, რაღაცა დემონებს, ღამურებს, რაღაცეებს. თქოს აი მოგროვდნენ ეს ბოროტი დემონური ძალები. თქოს რეალურად მოვიდნენ ეს დემონური ძალები. გამოაშკარავდნენ. ანუ აქამდე იყო ეს მასში და გონი ეგონა თავი ძალიან კაი ტიპი იყო. წარმატებული კომივოიაჟერი. აგერ ქალს პატიოსანი ქრიობის სახელი შეუნარჩუნა, იმიტომ რომ აღარ დადის მასთან. და უცებ ეს ყველაფერი გამოვლინდა როგორც დემონური ძალები, როგორც ბოროტება. აი ამიტომაც არის სპეცეფექტი გააკეთა ამ პროკურორმა, რაღაცა ჩრდილების თეატრი მოაწყო იქვე, რომ აი ეს დაფიქსირებული იყო ეს ამბავი. აი ამ ხელა ბოროტება მოხდა. და ახლა ჩვენ ამას ვიძიებთ. თან საინტერესო ის ღვინოს ხსნიან, ეს ყველაფერი ხდება რაღაცნაირი სუბუქ ვითარებაში თითქოს იცინიან, მაგრამ რაღაც მომენტში ამ პროკურორის და მოსამართლის და ამათი თვალები, ამ პილეს თვალები, უცებ ცივი და ისეთი ხდებიან, რაღაცნაირი ცივი, თითქოს სხვა სამყაროდან მაყურებლები. რატომ? კი ბატონო. და თან რაღაცა ერთს მონოკლი უკეთია, ხო, რაღაც თქოს მის სულში უნდა შეიხედოს. და ამის მერე თვითონ ეს პროკურორი ყვება, რომ რა მოხდა. და პროკურორი ყვება უდიდესი სიზუსტით ყველაფერს. ალბათ თქვენ ასე მე ვიცი ხა რა მოხდებოდა. აი რა მოხდებოდა და თქვენ მიხვედით გიგაქსთან სახში, ნახეთ რომ მისი მანქანა იქ არ იდგა, მაინც მიხვედით იმ სახში, მაინც მიხვედით და გაგიღოთ კარი ცოლი მარტო იყო. ალბათ გიგაქსი ხშირად ტოვებდა ხოლმე ასე მარტო იმ ცოლს. და ალბათ ეცვა ასეთი რამე რაღაცა ღამის ხალათი ეცვა ალბათ და მე თქვენ შეხვედით, დაიწყეთ იქ ლაპარაკი. ცოლმა რაღაცა საყვედური თქვა თავის ქმარზე და თქვენთვის ეს ნიშანი იყო უკვე და აი მიეცით თქვენ თავს უფლება რომ მე ეს როგორ თქვა იერიში მიგეტანათ. თუმცა იერიში უკვე მანამდე ქონდათ მიტანილი, არ გჭირდებოდა ეს. როცა ნახე გიგასის მანქანა იქ არ იდგა და რომ მიდიოდი იქ, უკვე ამისთვის მიდიოდი და იქ უბრალოდ ეს დამატებითი ბიძგი იყო მეტი არაფერი. და შემდეგ დაამყარეს ურთიერთობა. მე ყველა საიდუმლო გაიგე. მე იფიქრე როგორ მიგეყენებინა სასკიდო დარტყმა გიგაქსისთვის. იმიტომ ის ჩაგრავდა შენ გიგაქსი, ხო? ზედმეტ რაღაცებს გავალებდა, გატარებდა აქეთ იქით, არ გიმატებდა დაუშვათ ამ რაღაც ბონუსებს. შენ ამ Citroen-ი დადიოდი მთელი შვეიცარიის წელებზე ფეხს იდგავდი და იფიქრე როგორ გააკეთო ისე რომ გიგაქსი მოიცილო. და ფიქრობდი ასე, მის საავადმყოფო პარტნიორებთან შენი საკუთარი ურთიერთობები დაამყარე, რაც მზაკრულად. ანუ ძირს უთხრიდი უკვე. პირდებოდი რაღაცას, გიგაქსი თუ არ იქნება და შენ იქნები, უკეთესი პირობები ექნება და მეტი ნაკლები პროცენტი თუ რაღაც მეტი მოგება ექნება. ეს მის გარეშე დაიწყე ამის კეთებები რაღაცა ძირის გამოთხრა, მაგრამ ეგეც არ გეყო. ფიქრობდი ახლა სხვა რაღაც გააკეთებინა, აი ცოლის გავლით კიდევ უფრო ეფექტურად და სწრაფად გააკეთებდი ამას. როგორ და შეგეტყობინებინა გიგაქსის, ის ხო ვერ წარმოიდგენდა რომ ცოლი ღალატობდა, იმიტომ რომ ის ამაყი კაცი იყო და ახლა რაღაცა ეგეთ რაღაცას ვერც დაუშვებდა ფიქრებში. ან ვიღაცნა ეთქვა, თვითონ ხო ვერ ეთყოდა. ამიტომ შენ წახვედი იმ ტიპთან, ვინც შენი მტერი იყო და იცოდი რომ ის ჩაუკარკლავდა მას ამ ამბებს და რაღაცა გააგებინე ამ შენ მტერს და ის ვითომდა მის გიგაქსის ერთგულების გამო და ესე ვთქვი, ერთგულების კი არა მლიქნელობის. ხო, წავიდა და უთხრა გიგაქსს ეს ამბავი. შენ საერთოდ თქოს გაკარებული არ იყავი არაფერს. და გიგაქსი გაიგებდა ამ ამბავს. შენ იცოდი, მისი გულის პატრონი ასეთ შეურაცხყოფას ვერ გაუძლებდა. და
თითქმის ზუსტად უყვება როგორ მოყვა გიგაქსი. როგორ მოკვდა გიგაქსი. ალბათ მანქანაში გაიგო, მე ეს შეტევა მოვიდაო, მე ექიმი მოვიდა და ეს ცოლიც მოვიდა და ერთი-ორი წრემლები გადმოყარა და ეს გარდაიცვალა. ბატონო? ხო, აღარ მახსოვს რაღაც უყვება ხო, რაღაც მანქანით წამოვიდა და მე იქ გულმა ვერ გაუძლო, გაუსკული გავუსწრად, მე აღმოჩნდა მე საავადმყოფოში მომკვდარა. თლათისი არ მოკვდა, მაგრამ ძირითადად სწორად დაუხატა. 6 საათზე მიხვედი, არა 7-ზე მივედი ამან უთხრა. 1 საათი შეეშალდა. იმარო, როგორ დაახასიათეს ეს გიგაქსიო და როგორ მოყევის ყველაფერი, საიდან მივხვდიო, გაკურებულია სტრაფსი და. იცი რა, ყველაფერი ერთმანეთს გავსო, კაცობრიობა ერთმანეთს გავსო. მე ვლაპარაკობ რაღაც ონტოლოგიურ სიმართლეზე, ან ნამდვილზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ბუნება ერთია ადამიანის. აი თავიდან რო იწყებს სხვათა შორის რომ წერლის როლი რა არის. მარტო მიესადაგოს ბაზარს, კომივოიაჟერი გახდეს თვითონაც და მოატყუოს თავის თავი და ყველა რომ მარტო ის დაწეროს, რაც იმ მომენტში გაიყიდება კარგად, ბესტსელერები დაწეროს. თუ ესაა ჩემი ხელობა, საერთოდ ჯობია ეს ხელობა არ კონდეს, მაგრამ წერილობა უნდა გამოვლინოს რაღაცა მარადიული, ონტოლოგიური, ასე თუ რავი, ჭეშმარიტი, რომელიც განზოგადდება მთელ კაცობრიობაზე ამას ამბობს. მე მინდა ისეთ რაღაც აღმოაჩინო ჩემ წერილობაში, რომელიც განზოგადდება, ანუ არ იქნება მარტო ფსიქოლოგიური რაღაცა. ერთჯერადი, არამედ აი მითოსური იქნება, რაღაცა მითიურ პარადიგმაში ჩაჯდება, როგორც მითოსი არის, მარადიული რაღაც სქემები არის, იმას უნდა მივახციო, რომ ერთ პატარა ისტორიაში რომელიც თქოს კერძო ისტორია, იქ გამოვლინდეს უფსკრული. საკაცობრიო უფსკრული. როგორც ის პროკურორი ამბობს, რომ მე ეს დიდი უფსკრულები მინახავს აქამდეც. მე გამოცდილებით ვიცი, რომ ეგრე ხდება. სხვანაირად არ მოხდება. ეგეთი ადამიანი როგორც შენ ხარ, ეგრე მოიქცეოდა. აი დეტალებიც არის, ხო? ჯერ კიდევ არის ეს 45 წლის კაცია ესა და ჯერ კიდევ არ იყო გასუქებული. რას ამბობდი? ჯერ კიდევ არ იყო გასუქებული. რატო თქვა ეს ავტორმა? რატო? არა, ჯერ კიდევ არ გასუქებული ნიშნავს, რომ ისეთ ცხოვრებას ეწევა, სადაც გასუქდება, გაიბხინძება რაღაცა რა. ასაკის მეც არ ჯერ კიდევ არ გასუქებული რა არის, რომ ეს რო იყოს, რომ ცხოვრობდეს ისეთ ცხოვრებას, რომ რა ვიცი, არ იყოს დახარბებული ფულს და გართობებს და რაღაცა, შეიძლება კიდე რაღაცა ფორმაში იყოს, მაგრამ არა ის არის გასუქდება რა, ამიტომ რომ ისე გაიბღინძება რაღაცა, აი იმ ცხოვრების სტილით ცხოვრობს, სადაც დაკარგავს თავის ფორმას, აი დეგრადირდება, ასე ვთქვა, ფიზიკურადაც და ზნეობრივადაც. საიდან გაიგებ პირველი ზარი ჩამოკრავს, რომ ეს როგორი ტიპის ადამიანია, მე ამ კლუბის წევრი ვარო. ამ კლუბი არის რაღაცა, სადაც იკრიბებიან, არ ვიცი, სახელები ის ირქმევენ ეს ხალხი, არც თუ ისე სახარბელო კლუბი არის, რაღაცა კლუბი, სადაც ერთობიან, თავშობილობას ეწევიან, რაღაცა ეთყობა ოჯახებსაც ღალატობენ, რაღაც არა პრობლემა მათთვის და ამ კლუბში შენი სახელი რა არის? მარკიზ დე კაზანოვა არის, იმიტომ მარკიზ დე კაზანოვა არის ცნობილი მექალთანე არა, ეს პარადიგმატული მექალთანე არის და ხო შენს ხო მეც კი რა თქმა უნდა ადამიანი ეგრე არის ხო, აბა ცოლის ერთგული ხო არ იქნები რაღაც ამდაგვარი ის აქვს რა მენტალიტეტი და ცოლით შეჩეულია ამას. ეხლა დაურეკო ცოლს და უთხრა რომ მანქანა არ დამიჯერებსო მაინც შეჩეულია ამას რომ მაინც ოჯახის ერთგული არა ვარო. აი ესეთი სიტუაცია შეიქმნება და ეს პროკურორი ხედავს, აი ეს მოხდა. და ეს არის არაჩვეულებრივი მკვლელობა. ეს არის რაღაცა შედევრალური მკვლელობა არის. თვითონ არ გაკარებია არაფერს, მარცხაჯულება მოატყუა და რაღაცა ნახატივით არის რა. გააკეთა დადო ასე ვთქვა შედევრი. და უცებ ეს ტრაპსი ხედავს რომ რა მაგარია, თურმე რა გამიკეთებია, და ახტაცებაში მოდის. გადაეხო ერთმანეთს რაღაცა ჩაეხუტებიან ეს ადვოკატი ეუბნება მე ამა შენივით ვარ განწყობილი შენს მიმართო, შვილად გიყურებო და ნუ შეტოპა ვიქავა, მომისმინეო და ისინიც რაღაცა შენობაზე გადავიდეთ უკვე დალევენ, ასეთი კაი დრო არ ქონია არასდროს ეს ტრაპსი ამბობს. და რაღაცა გულწრფელობა არის ამაში. ასეთი კარგი დრო არ ქონია არასდროს ამაში რაღაცა სიმართლე არის. იმიტომ ტრაპსი აღმოაჩენს რომ თურმე ესეთი რაღაცა ყოფილა ჩემში ჩაბუდებული. ამათმა გამომივლინეს თავისი კითხვებით. მე არ ვიცოდი ეს და ეხლა ხედავ ამას და კარგია ეს რომ ამას ხედავ. ანუ საშინელებაა ხო თითქოს მე უნდა ვთქვა რომ კვლელობა ჩამიდენია თურმე. მაგრამ კარგია რომ დავინახე ეს.
და თან ესენი კი არ მსჯიან რაღაცნაირად ბოროტად, აი თქოს აი მეგობრულად მიხსნიან ამას, რომ ესე გავაკეთე და რაღაც ღვინოსვან ჩემთან ერთად იცინიან. და აღმოაჩენინეს ჩემში, რომ ეს ყოფილა ჩაბუდებული თუნ ეს თურმე ასეთ რაღაც გამიკეთებია. სახელები დაარქვეს სწორი. აი არის ეგეთი მომენტი. არ შეიძლება ადამიანს ბოროტება არ აწუხებდეს. შანსი არ არის. იმიტომ ადამიანის აი ესეც ამტკიცებს, რომ ადამიანი ბოროტების არა გაჩენილი. ბოროტება აწუხებს. არის მომენტი ხო, ურთიერთობაში ყველას განგვიცდია, რომ სიკეთებს არ ვამჩნევთ და თუ პატარა რაღაცა დისონანსი შემოვა და ცუდი გაკეთეს, ეგრევე ამჩნევ. და რატო არა, მე რომ დათვალო, რომ ამ ადამიანს ხო გაცილებით მეტი სიკეთე გამიკეთა და იმას რა ის რატო არ რეკდა ზარს, აი ეს სიკეთე გამიკეთა, აი ეს სიკეთე გამიკეთა. იმას შეჩეული ვარ, ეგრეც უნდა იყოს. და თუ რაღაცა არასწორად გააკეთა, ზარმა დარეკა ეგრევე ჩვენში, იმიტომ რომ დისონანსი მოვიდა. ეს ძალიან კარგი მომენტია, იმიტომ აჩვენებს, რომ სიკეთე არის ბუნებრივი და არასიკეთე გადახოვე არის არაბუნებრივი, ამიტომ ეგრევე განგაჩნდე ხალხი. გადა? არ ვიცი ეს პრობლემა. ადამიანის სიკეთეზე ისვენებს, ანუ ბუნებით ადამიანი ბოროტია და როცა კეთილია, მაშინ ისვენებს ბოროტებისგან. ბოროტებისგან ისვენებს სიკეთე. არა მგონია ესე იყოს. არა მგონია ესე იყოს, არა. მე მგონი ასე არის, რომ რაღაცნაირად ასე არის, რომ ურთიერთობაში მე მგონი ასეა ფსიქოლოგიურად, უფრო ამჩნევ, რომ რაღაც დისონანსი შევიდა, თორე რაღაც სიკეთე ეგრეც უნდა იყოს, რაღაცა მე მგონი ასეა. შეიძლება მე ესე უყურებ, რა ვიცი. ბავშვობიდან ასეთი განცდა მქონდა, რომ ყოველთვის რაღაცა როცა ისე არ არის, აი ის გახსენდება და ერთხელ არ მინდა ხა ძალიან პირადი რაღაცები მოყვე, არ მინდა. უბრალოდ შეიძლება ეს თქვი და შეიძლება სხვა აზრი ქონდეს, მაგრამ მე ასეთი აზრი მაქვს, რომ ბოროტებას ვერ იტანს ადამიანი, მისთვის ბუნებრივი ბოროტება არ არის. ერთი ისტორია მახსოვს, აი hard talk ეგეთი გადაცემა ინგლისური და ველოსიპედისტზე იყო, რომელიც იტყუებოდა, დოპინგს სვავდა და იგებდა ტურნირებს. ლენს არტრონგი არა, სხვა მას ინგლისელი ბრიტანელი ველოსიპედისტი. ეს ბრიტანელი ველოსიპედისტი ამბობს, რომ როცა დამიწყეს, როცა გამომივლინდა, რომ მე ვიღებდი დოპინგს, აი სხვა ჩემი უბედნიერესი დღე. შვება მომეცავა. ის კი არა, რომ აი მე შემრცხვა და გავწითლდი და ცუდად ვიგზავნი თავი და თავის მოკლა მომინდა. არა, დიდი შვება მქონდა. იმიტომ აქამდე ვიგებდი ტურნირებსო, გახსნიდან უზარმაზარი შამპანიურის ბოთლებს გახსნიდან და ეს გამწუწავდენო რაღაცა პირველ ადგილზე გასულსო და აქეთ ქალებს დამიყენებდნენ პირველ ადგილს რა ვიღებდიო პედესტალთანო და რაღაცა ვიღიმებოდიო, ვიცინოდიო როგორც გამარჯვებულიო და გახარებული და გულისიმოში არ მიხაროდაო, ცუდად გზნობდიო თავს და მე როცა გამომივლინდაო რომ და მთელი ეს პრიზები წამართოსო და თქვენს რომ აი დოპინგს იღებდო, ამოვისუნთქებო. ჩემთვის იყო ბედნიერი დღე, შვების დღე იყო ეგაო. აი, ტრაპსისტვისაც რაღაცნაირად უხარია ეს მომენტი, რომ შვების დღე არის მისთვის, რომ რაღაცაზე შეაჩერეს მისი ყურადღება, რაც არც კი დაფიქრდებოდა, სტუდენტები ვარ დალეწილიყო, ესე რომ არ გაფუჭებულიყო. თან რაღაცა სიმბოლოსავით არის სტუდენტები უახლესი მანქანა გაფუჭდა. ყველაფერი კარგადაა. გარეგნულად ტრაპსის ცხოვრებაც არაჩვეულებრივია. ბანკში ანგარიში აქვს, ამაყობს ამ ანგარიში. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ანგარიში მაქვს ბანკში. ყავთ თქვენ სტუდენტები? ნიშნის მოგებითაც ეუნება. ეს ადვოკატი უნდა გაჩერდი. მაგრამ ეს ნიშნის მოგება აქვს. ყავთ, აი უხარია ეს თავ. ყველაფერი კარგადაა. წარმატებული კომივაჟერი, ფირმა წარმატებულია ყოველდღე. და აი სტუდენტებიც ეგეთია, ხო? გარედან ძალიან ლამაზია, მაგრამ შიგნით რაღაც გაფუჭებული აქვს. ბენზინს ვეღარ აწვდის. ამასაც გადაკეტილი აქვს რაღაცა შიგნით. ცხოვრება გარეგნულად კარგი აქვს, მაგრამ შიგნით გადაკეტილი აქვს რაღაცა. აი ბჟუტავს ის განცდა მასში, როგორც ჩანს, რომ ცუდი რაღაცა ჩადენილი. ვერ ირგებს ამას. უცებ აი გამომზეურებენ, ამას შენ ვერ იქნები კარგად. რაც არ უნდა კარგი ცხოვრება ქონდეს გარეგნულად. რაც არ უნდა დიდი ანგარიში ქონდეს ბანკში. თუ რაღაც ეს ხინჯი გამოვლენელი ვერ შეირგებ ამას. სოლონს აქ ჯერ კიდევ თქვა, მე-7 საუკუნეში ჩვენს ერამდე. მე-7 მე-6 საუკუნეში აი
უკანონოდ შეძენილი ქონებაო გავსო რომ შეშა დააგროვო შენს სათავსოშიო რა ზამთრის შეშა დააგროვო ბევრი შეშა დააგროვო მაგრამ ნაპერწკალით შეაყოლო რას უნდა ნაპერწკალი პატარა ის ნაპერწკალი რას უნდა მთელ ამ შენ შეშა საბოლოო ჯამში დაწვას აღარ გექნება ის შეშა ეგრე არის ყველა ეგეთი ქონება რომელიც ესეა დაგროვებული ნაპერწკალიანი ქონება არის რომელიც ეს ნაპერწკალი დაწვას ეხლა ნაპერწკალი გამოვლინდა ამ ლაპარაკში უბრალოდ ტრამპსი ხედავს აი თურმე რა ყოფილა ყველაფერი გალაპლაპებული მანქანაც ეს მისი გალაპლაპებული ცხოვრებაც თვითკმაყოფილება ყველაფერი თურმე აი რას იტევდა რა უსკრულზე იდგა რა საშინელ უსკრულზე მე ძალიან საინტერესოა რაც ხდება რომ მოეწონება უცებ ეს რომ თავის თავს დაინახავს რომ მე ხო უარგისი ადამიანი ვიყავი არაფერი არ მქონდა გაკეთებული ცხოვრებაში რაღაცა მოტყუებით აგრესიულობით აი მას კისერს მოუგრეხ და იმ პროცესს დავაგდებინებ და რაღაც ეგეთი ვიყავი ყოველთვის მანიპულირებდი ხალხით რაღაც აი ცუდად ვიქცეოდი რა და არაფერი ლიტერატურა მე არ ვიცი მუსიკა მე არ ვიცი ამაზე ვერ ვლაპარაკებ არაფერი აი ეგეთი არარეალობა ცხოვრება მქონდა ტრაპსი ფიქრობს ხო და მაგრამ ეხლა თუნდაც დამიდგინეს რომ ეგრეც არაა საქმე შედევრი დამიდია თუ რომ შედევრი დავდევი აი ისეთი დანაშაული ჩავიდნენ რომ ქრესტომატიებში დაიწერებო ჩემი დანაშაული ხო ფიქრო რაღაცნაირად თავის თავში აღმოაჩინა ასე ვთქვათ ნიჭი რა მაგარი რაღაცა პოეზიაა ჩემი დანაშაული ესთეტიური სილამაზე ასე ვთქვათ ლამაზი რაღაც საქმე გავაკეთებ ვერავინ არ მოიფიქრებდა ასე დიადათ ამ დანაშაულს რაც ამდაგვარი სიამაყე გაუჩნდება და ეს ადვოკატი ამბობს მე ასე რამეს რომ ეს ადამიანი ასეთ რაღაცას ვერ იზამდა კაცო რას ლაპარაკობთ ეს ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა რომ ნახევრად ფიქრობს ადამიანი ამას გავაკეთებ მაგრამ ზუსტად ასე დავგეგმავ და ასე გავაკეთებ ხო არ არის გამოვიდა ეგრე კი ეს რაღაც ლატენტურად ჩადებული იყო მაგრამ ესეთი ადამიანი გაბედულად ასე დანაშაულს ვერ ჩაიდენდა ეს არ არის ის კაცი ეს ხო მეოჯახე კაცია თავის ოჯახისაც აკეთებდა ამას მის გამართლება შეიძლება ითქვას რომ ოჯახს უვლიდა არის მოქალაქე გადასახადის კარგი მამა თავის შვილების მომავლის გარანტირება უნდა ხო ესე არის ნამდვილად ესეა და ეგეთი კაცი ასეთ საზოგადო დანაშაულს ასე ვერ ჩაიდენდა ამიტომ ეხლა თქვენ რაც გააკეთეთ ეს ყველაფერი არის ლირიკა რა ასე ვთქვათ შეყევით ამ პროკურორულ სიტყვას და ასე თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს შედევრი თორე აი ეს კი არ გააკეთებდა ამას როგორც ფოკუსნიკი რომ ქუდიდან რაღაცა ამოაგდებს ვაშხს ეგრე ამოაგდეთ მისი შედევრალური დანაშაული თორე მისი ჩადენილი ასე არ იყო გამოვიდა ასე ბატონ ვეკილი ხო ადვოკატი ვეკილი ერთეგია ვეკილი უბრალოდ ძველი აღმოსავლური სიტყვაა და ადვოკატი და საინტერესო არის რომ ტრაპსი იწყებს პროკურორის დაცვას არა მე გავაკეთე ეს გაჩერდი შენ ეს ადვოკატი აღარ მოეწონება რაც აი ნიჩიანური მომენტია ნიჩეს ეს ამორალური მორალის იქით რო უყურებს ნიჩე ყველაფერს რომ მორალი არის სუსტების და ნიჩიანური ხედვა რომ ესთეტიკაა მთავარი და ესთეტიკა არსებობს მარტო და ნუ ეხლა ძალიან უტრირებას ვაკეთებ ხა ძალიან რთულია ნიჩე რა თქმა უნდა ესთეტიკაა მთავარი ადამიანში რომ ლამაზად იცხოვრო და ის როგორც რას გააკეთებ ეს არაა მნიშვნელოვანი ნიჩეს აქ ნათქვა მაგალითად ლამაზი პეპელა რო გაჭყლიტო იტყვიან რა ცუდი ადამიანიო ტარაკანი რო გაჭყლიტო არაფერს არ გეტყვიან ეს კი ზნეობაც ესთეტიკა არის არაფერი არაა ზნეობაში თავისთავადია ეს შედარებისთვის ქონდა რა და ამასაც მოეწონება ეს რა მაგარი ტიპი ყოფილვარ ესე იგი მე ზნეობის იქით გადამიბიჯებია და ესთეტიური შედევრი შევქმნი ამ დანაშაულით და თავისთავად მოწონს ამაში არა და მაინც ეს რა თქმა უნდა არ არის ეს მოთხრობა თვითონ მოთხრობის ლაიტმოტივი სხვა არის აი ქრისტიანული ლაიტმოტივი არის თუ გახსოვთ რა ფრაზები არის ამოქარგული გარდა იმისა ახლობლებთან გაატარე შენი დრო რა ხმები ისმის რა სიმღერა ისმის იქიდან არა სიმღერა ისმის რომ ადამიანის ცხოვრება გზა ეს კონფერენცია არის კონფერენცია მენახირების კი არა ქვია რა ცხოვრება ხო წემსების კონფერენცია ფაქტიურად რა წემსების კონფერენცია და წემსების გალობა ისმის იქიდან და თქოს აი ბეთლემის ალუზია არის ბეთლემის წემსების ალუზია არის და ისინი მღერიან რას რომ ადამიანის ცხოვრება გზაა და ეს მე იგივეს ხედავს
ბალიშზე არის წაწერილი ფსალმუნიდან. ნეტარი არის, ვინც სწორ გზაზე დადის. ბედნი არის, ვინც სწორ გზაზე დადის. ფსალმუნია. ნეტარ არის, უბიწონი გზასა, რომელიც ნელან ჟულსა უფლისასა. ეს ფრაზა არის ამოტვიფრული ამ ბალიშზე. და იქვე არის გვერდითა ბალიშზე წერია, რომ ყველაზე კარგი ბალიში რა არის? ბალიში რას ამბობს? სუფთა სინდისია. ყველაზე კარგი ბალიში სუფთა სინდისია. ანუ ეს ორაკულური ფრაზები არის, იქ წყემსები ვღერიან ამას. აქ ბალიშზე წერია, ეს ბიბლიური რაღაცა, ბიბლიური სიღრმის ფრაზები წერია. ის ფრაზები წერია, რასაც თვითონ არ აქცევდა ყურადღებას. თუნდაც ყველაზე მთავარი ყოფილა სუფთა სინდისი და არა ფული, თუნდაც სწორია, რომ იმ გზაზე იარო, სადაც არ დაგჭირდება ასე რაღაცა სტუდებეკერის სიარული აუცილებლად და შენ რაცა უნდა Citroen-ი ყავდეს და გასწრებდნენ სტუდებეკერები, არაფერი გასწრება არ არის, სადაც ერთ-ერთი მორალური პროგრესი შეიძლება იყოს, სადაც მორალზე აღარ ფიქრობ და წესიერებაზე აღარ ფიქრობ, იქ არანაირი პროგრესი არ არის. გაგისწრებენ, მაგრამ ის მაინც გაჩერდება სტუდებეკერი, მაგრამ წაიტეხავს ცხვირს აუცილებლად. აი შეხედე, აქ უფრო აღმოაჩენ შენ პროგრესს ამ პატარა სოფელში, რომელიც კოს მოწყვეტილია ცივილიზაციას. აი აქ არიან ისინი, ვინც გაგათევებიან გზას, გაგათევებიან ღამეს ფულის გარეშე. აქ არის, სადაც სუნთქავს ის ძიება, ის ტრადიციება სიმართლის შენ ცხოვრებაზე. დაუსი შენ თავს რადიკალური შეკითხვები, ხო? გაჩერდი ამ ციბრუც, რომელშიც მომხვდარ ხარ, კითხვა დაუსი, სწორედ ცხოვრობ თუ არ ცხოვრობ სწორედ. მონანიების სივრცე შექმენი, რა არის მონანიების სივრცე? მონანიების სივრცე არის გადაფიქრების. მეტანოია მონანიება არის გადავიფიქრე, ანუ გადავიფიქრე სხვა მსოფლმხედველობით დაიწყე ყურება. და მონანიებას სხვა მსოფლმხედველობით რო დაიწყო ყურება, ჭირდება სივრცე გარკვეული. თუ არ ამოიგლიჯე შენი თავი იმ კონტექსტიდან, რომელშიც ხარ, არ გახვედი იმ სხვა გარედან არ დაუწყე მას ყურება, მონანიების სივრცეც არ არის. აი ამ სოფელმა მისცა ამ კაცს საშუალება ამაზე დაფიქრებულიყო. ეს ხო თვითონ კითხულობს ამ წარწერებს ბალიშზე, თვითონ არ ესმის ის ხმა ამ წყემსების. როგორ თავდება ეს ყველაფერი, რომ ეს თავს იკლავს. თავს იკლავს და ახსენდება თავისი პატარა ბიჭი ახსენდება ეს. ისთანაც ყველაზე მეტად ენატრება ხოლმე, ყველაზე მეტად უყვარს, გულწრფელად უყვარს. რატომ მოიკლავს თავს? ცუდი ეს თავის მოკლა, ხო? მე მონანიება ვქი. ეს არ ვიცი, მონანიება ამას არ ქვია. როგორ თქვა? რა ქვია ამას არ ვიცი. იუდას მსგავსი ქმედება არის. იუდა არ არის, იუდამ არ მოინანია, შეინანა შეიძლება ასე ვთქვათ. შენანება და მონანიება სხვადასხვა რაღაცა არის. შენანება არის, რომ აი ეს საზარელი რაღაცა ჩავიდინე და მე ასე ვეღარ გავაგზავნებ ცხოვრებას და შევინანე და თავი მოიკლა, ხო? და მონანიება არის უფრო რთული რამეა. აი საზარელი რაღაცა ჩავიდინე, მაგრამ მე ჩემ თავს ვაძლევ, ასე ვთქვათ, უფლებას, რომ გავაგზავნო ცხოვრება და გამოვისყიდო ეს რაღაცა. აი ისე ვიცხოვრო, რომ ეს ჩემთვის იყოს ეს დიდი გაკვეთილი, ასე ვთქვათ, მთელი ცხოვრებისეული გაკვეთილი. აი პეტრეს რაც აქვს, ხო? პეტრემაც სამჯერ უღალატა ქრისტეს, მაგრამ მე მთელი ცხოვრება იცხოვრა. აი მოინანია პეტრემ და იუდამ მხოლოდ შეინანა. აქაც ჩვენ საწყამა ტრაპეზსაც მხოლოდ შეინანა და ასე თავი ჩამოიშვება. ამ შენანებაშიც ძალიან დიდი სიღრმე დევს. კეთილშობილება დევს ამაში. იუდას თვითკვლობაში კეთილშობილება დევს. იმიტომ იუდამ ვეღარ გააგზავნა ცხოვრება. ის 30 ვერცხლი ვერ გამოიყენა იმაში, რომ გართობილი იყო სადმე, არ ვიცი, მეგობრებს დაეძახა და სუფრა გაეშალა და რაღაცა. ვერ გამოიყენა ეს, მიყარა ეს 30 ვერცხლი და აქაც ესაა, ვეღარ აგზელებს ცხოვრებას და არ მისცა თავისუფლება ცხოვრება გააგზელებინა. მე თუ ეს ტვირთი მაწევს, რომ ესეთი რაღაცა ჩავიდინე, რა ნიჩე, რის ნიჩე. ის იმ მომენტში არის აღტყინებული, რომ ახ შედევრი დამიდევს თურმე, ამ ესთეტიური შედევრი დანაშაულის. არა, ეგ არ არის, დიდხანს არ გასტანა ამ ხმა მაშინ. ვერ არის ზეკაცი, ასე ვთქვათ. როგორც დოსტოევსკის დანაშაულ და საჟილში ეს რადიონ რასკოლნიკოვს, რომ ზეკაცი იყოს, მოკლავს ამ მოხუც მევახშეს და მის დას. და თვითონ აი ფული აქვს უკვე და უნდა დიადის საქმეები აკეთოს. ის ხო მიღმა არის კეთილის დაბოროტის. გამოიყენე ხა თუ მაგარი ხარ და ნაპოლეონი ხარ, მიდი. არ არის ნაპოლეონი. და ძალიან კაი რო არ არის ნაპოლეონი. არც ტრაფსი არის ნაპოლეონი და
ძალიან კაი რო არა ნაპოლეონმა, ცუდია რომ იგივე არ მოვიდა, იგივე არ გააკეთა რაც რასკოლნიკოვმა, რომ აი დადგა სწორ გზაზე. აი არა მხოლოდ შეინანა, არამედ შენანება გადაზარდა მონანიებაში. ეს სამწუხაროდ არ გააკეთა და ეს როგორ წაგვიხთინე ეს საღამო ამბობენ. აი ეს ჩვენი ვექილი ადვოკატი ამასაც ამბობს, რომ ის ამ მსხვერპლის სიტუაციის მისი ბრალი ნაკლებადაა ეს. აი ხა ჩვენი სამყარო ესეთი გახდა. მომხვეჭელი, ბატონო? მის ხარეზე ის გამართლების სიტუაციაში ამბობს, რომ ეს ხო მსხვერპლი არ ვითარების. ნახე, ღარიბი ოჯახიდან იყო, მერე თავისი ცხოვრება აიწყო, ისეთ სისტემაში მოეწყო, სადაც შანსი არ არის, რომ რაღაცა ძალადობები არ ყოფილიყო, შეეჩვია ამას, მასზე ძალადობდნენ, ესეც ძალადობდა მერე ხალხი ივიწყებს ყველაფერს მარადიულს, ქრისტიანულს, ქვია ევროპას ქრისტიანული, ასე რომ აღარც ვართ უკვე ქრისტიანები და ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდა და ამიტომაც ჩაიდინა ეს და ჩაიდინა არ ასეთი დაგეგმვით და რა ასე როგორც შენამო პროკურორი რომ ეს ზუსტად გათვალა და ესქნა და რაღაცა პოეზიასავით რაღაც ლექსივით დაწერა. არა, გამოუვიდა ეს ასე. ეს თვითონ ცხოვრების წესიდან გამოვიდა რაღაცნაირად ეს. აი ამაზე ეს მოთხრობა გაფიქრებს ამ ყველაფერზე. აი რა არის მარადიული, რა არის დროითი. წარმატება, ყველა წარმატება, რის ხარჯზე გაქვს ეს წარმატება. ამაზე ჯერ კიდევ გოეთე ფიქრობდა. აი ფაუსტ შარშან განვიხილავთ ჩვენ ფაუსტს და ფაუსტში არის ეგეთი მომენტი მეორე წიგნში, რომ უნდა აშენო რაღაც კაშხალი და უშლით ერთი ეკლესია. და ერთი მოხუცების ფილემონ და ბავკიდას პატარა ქოხია ეკლესიასთან. და ვერ აშენებენ კაშხალს, პროგრესი ვერ მიდის წინ, იმიტომ რომ ეს ეკლესიას უნდა დაანგრიონ. და ეს ფილემონ და ბავკიდას უნდა მოკლან, იმიტომ რომ ისინი არ თმობენ ამას და ფაუსტი თითქოს არ კლავს, მაგრამ თვალს დახუჭავს, რომ მეფისტოფელი ამ ყველაფერს გააკეთებს. ეკლესიასაც დაწვავს და ამათაც ცეცხლში დაწვავს ამ მოხუც ცოლქმარს. და ალბათ საკითხია, რა პროგრესია იქ, სადაც შენ გიხდება ეკლესიის განადგურება და მოხუც ცოლქმრის ასეთ მკვლელობა. შეიძლება იქ პროგრესზე ილაპარაკო ასეთ შემთხვევაში. რაღაც ამდაგვარი ფიქრები გოეთესაც ჰქონდა. ამකაც ამაზე, რომ აი ძველი რაღაც ეკლესია ეს პასტორალური რაღაც ადგილი სოფელი, რომელმაც უფსკრული დაანახა, რომ საით მიდიხარ, რა პროგრესი, რის პროგრესი, როცა აი ესა გამოსასწორებელი. ძალიან აი დოსტოევსკური ქრისტიანული მომენტია გამოვიდაო ასეო. ამიტომ ვერ იტყვით, რომ მან ეს ჩაიდინა შეგნებული, წინასწარ გათვლილი მკვლელობაა. გამოვიდაო რა ასე. როგორ ვიგო, ვინ უფრო მართალია ამ შემთხვევაში, ადვოკატი თუ პროკურორი? რა წონდა. მეც გონი ადვოკატი უფრო მართალია. ეხლა კლიენტი იმის გადატანა რომ მსხვერპლია მხოლოდ ვითარების და მარტო მსხვერპლი არ არის ვითარების და ცუდი ცხოვრებას ეწევა, მაგრამ პრინციპში რომც არ ჩაედინა ეს ასე გათვლილად ეს კვლელობა, მაინც მისი ცხოვრება იქეთკენ მიდის, რომ აი ყველაფერზე წამსვლელი იქნება, ყველაფერს გააკეთებს. თავარი მასში აღარ არის ის რაც იქ ორაკულურად წერია. ნეტარ არიან ბიწონი გზასა რომელი ვლენან ჟილსა უფლისასა, ანუ ეს ფსალმუნის ეს სიტყვები, მის არ არსებობს. ნებისმიერ გზაზე წავა დაღუპის ფართო გზა ქვია მას, ხო? ბიბლიურად. ნებისმიერ ოღონდ წარმატებული იყოს, ოღონდ ფული იშოვოს, ოღონდ რაღაცა ვიღაცას აჯობოს. ანუ გინდა ჩაიდინოს კლუბა, გინდა არ ჩაიდინოს კლუბა, უკვე ცუდ რაღაცაშია, უკვე იღუპება. ამიტომ ის არ არის, მხოლოდ იურიდიული საკითხი აქ არ არის. იურიდიულად შეიძლება გამართლო კიდეც. მაგრამ მთელი მისი ცხოვრებაა დანაშაულებრივი. ანუ ასე ვთქვათ, ზნეობრივად, ონტოლოგიურად თუ რაღაცა ადამიანურად არასწორად ცხოვრობს. ადამიანის დანიშნულებას არ ასრულებს. და ადამიანის დანიშნულება არის ბედნიერებისთვის. როდის იქნება ბედნიერება? იმ ქალთან თუ გაატარებს ერთ ღამეს და მეორე დღეს დაივიწყებს, თუ თავის შვილს ჩაუტანს საჩუქარს, ვინც ყველაზე მეტად უყვარს და იმას ეთამაშება, იმასთან გაატარებს დროს, არ დაკარგავს იმ დროს, არ გაფლანგავს. აი ეს არის, რომ არ გაფლანგოდ რო, ხო, ვინც ჩემთან არ აგროვებსო, სახარებაში წერია იესოს სიტყვები, ის ფანტავს. აი არ გაფანტოდ რო, იქ მარადიული სადაცაა, იქ დააბანდე შენი დრო. მაშინ ყველაფერი კარგად ხდება, მაშინ ბედნიერიც იქნები. აი ეს ამაზე ეს მოთხრობა. ახლა გავჩერდები მე და თქვენს რეაქციებს, კითხვებს, შემჩნევებს, მე ჩემი შემჩნევები გითხარით, თქვენი შემჩნევები მითხარით და ასე დიალოგის გზით გავაგრძელოთ. ნებისმიერ ალკაპონეს უნდა უცურო, რომ ის მარადიულადაც გადარჩეს და კარგად იყოს. ამაზე არ ლაპარაკი. აქ ლაპარაკი თვითონ ის მომენტი, რომ ადამიანი უსამართლოა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის უკვე ცუდათა, უკვე ჯოჯოხეთში არის. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა უსურო ჯოჯოხეთი, ყველა ეგეთ ადამიანს უნდა უსურო გამოსწორება, რა თქმა უნდა. ეს ამაზე არ ლაპარაკი. მე ამ კარგად
მაგისთვის ეგ რო კარგად ცხოვრობ შენ თვითონ ადამიანი ანუ ეგ უნდა იყოს შენთვის კარგი და დამაკმაყოფილებელი და არა ის რომ შედარებითი იყოს შენთვის აი ცუდად ცხოვრობი ადამიანი რა და იმას რომ რაღაცა ვთქვათ ეს რა თქმა უნდა ამაზე ის მეორე მხრივ ეგეც არის რომ შრომელი კარგი ადამიანი ვინც არ არის მუქთახორა და მართლა შრომელი და კარგი ადამიანია და როგორც გურამიშვილი ამბობს ნეტარი არის ვინც ნაშრომი ნაყოფთათვის და ჭამოსა ანუ ვინც თავისი შრომით რაღაცა აკეთებს რაღაცას ის არ როგორ თქვა ის არ იქნება კარგ აღატაკდება ანუ არ ეგეთი თქმა ეგეთ საუნიდან არის რომ ან დავბერდიო უკეო და არ მინახავს მართალი მთხოვნელი პურისაო ანუ არ მინახავს მათხოვარი მართალი ადამიანი მათხოვარი არ მინახავს ან მართალი ადამიანი რაღაცა ზნეობრივად გამართული იმას რაღაც შემოსავალიც აქვს ის ფიქრობს თავის ახლობლებზე ვისაც ჭირდება ეს რაღაც მისი დახმარება მისისა ის შრომობს პატიოსნად და რაღაც არ ხატაკდება ტყუილში ცხოვრება უფრო დიდი ბოროტება ვიდრე თუნდაც სიკვდილი ანუ ისინი სიცოცხლეს დებენ ოღონდ აღმოაჩინონ რა არის სიმართლე რა მაწუხებს ალბათ ეს არის ეს მომენტი აღმოაჩინა კაცობრიობა მარტო სოფოკლესთან კი არა დიდ მწერლებთან ეს აღმოაჩინა სიკვდილი შეიძლება ორნაირი იყოს სულიერი სიკვდილი ის არის როცა შეეჩვია ტყუილს რაღაცა მიზეზების გამო რაც გარკვეული სიკვდილი არის ის რომ აი შეეჩვია უსამართლობას ბოროტებას რაღაცა რაღაცა სიბნელეს შენში არც არ ყოვა მას შეეჩვია გაუშინაურდი ასე ვთქვათ აღარ უსვავ შეკითხვას და უკვე სიკვდილი ეს არის ყველაზე სახიფათო სიკვდილი ბიბლიაში ხო ზუსტად ასეა რომ ნუ გეშინიათ იმისი ვინც მოკლავს თქვენს სხეულს ანუ გეშინოდეთ იმისი ვისაც სხეულის მოკვლის მერე შეუძლია ჩაგდოს ჯოჯოხეთში ანუ რაღაც არის შენში რაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ბიოლოგიური სიცოცხლე ეს არის აი ეს ცნობიერება სინდისი ეს საკუთარი სინდისის უფრო გეშინოდეს ვიდრე ფიზიკური სიკვდილის გადაგონება არის ნუს არის გონება ბერძნულად მეტანოია არის გადაგონება გადაიგონებს ანუ სხვა ფასოლობით დაიწყებს ცხოვრებას მე ვთქვი რომ არ მოუნანიებია მეთქი შეინანა თქვა ამიტომ შეინანა შენანებაში და თვითკვლობაში რაც კეთილშობილება არის მე კარგი არის თვითკვლობა რა კეთილშობილება ახლავს ამას რაღაცა მე არ მომწონს კი არ ვამართლებ ამას რომ თვითონ ის რომ განიცადა ეს ასე მძაფრად ასე მძლავრად რომ თქვა რომ მე ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას ეს ცუდია რა თქმა უნდა ასეთი ფიქრი და სასწრაფოა ცუდია და თვითკვლობა ცუდია მაგრამ ამას ახლავს ეს კეთილშობილება გარკვეული კეთილშობილება ახლავს იგივე იუდას თვითკვლობასაც გეთახმები ხა ჩემი აზრით ამ ოპტიმალურად ტრაფს უნდა მოქცეულიყო ასე ალბათ რომ ეფიქრე ხა რა თქმა უნდა ეს ჩემი შედევრალური მკვლელობა არ არის მაგრამ პრინციპში აქეთკენ წავიდა ჩემი ცხოვრება რომ გარკვეულად მართალი იყო ხა მე არ მომიკლავს მაგრამ რომ დამირეკეს და მითხეს რომ მოკვდა ტრაფსი გიგანსი რომ მოკვდა ხო გამიხარდა მართ რაღაცა ცუდი გახარებით ხო გამიხარდა ვიფიქრე რომ ეხა მის ადგილს დავიკავებ ტირანი მოკვდა ასე ვთქვათ აღარ შემოიწროს და მისი რაღაცა მემექნება მისი ეს სიმდრები და ყველაფერი ხო თქვი ცოლი ხო მივატოვე ეხა გასაგებია აღმოჩნდა რომ ხო შეიძლება მართლა იმიტომ კი არ მოვატოვე რომ манипуლირებდი უბრალოდ გამოვიდა რაღაცნაირად ასე კი მაგრამ მე რომ დაქრუდა უბრალოდ მომერიდა ეხა ამ ქრუთა გამიგზელება რომ ხალხი რა სიტყვის მე ვიფიქრე რა მე ხო გამოჩნდებოდა რომ მასთან ცხოვრობდა რაღაცა ეხლა ამიტომ მირჩევნია ეხა მოვცილდე მაგრამ გამოვიდა ის რომ ესეც იყო რაღაცა სიმართლე იმაშიც არის რომ ეს ხალი რაღაც ცუდად მოვეკეცე ძალიან ამ ხალს რაღაცნაირად მაგრამ სპეციალურად რომ ესე გამომეყენებინა და ასე მივატოვე ესე შეიძლება არ იყოს ზუსტად ასე მაგრამ ესეთი ეს მომენტივეც იყო რაღაც ამ ცუდად ვიქცეოდი კი მთელ ჩემი ცხოვრებით მაგრამ ხო არის ჩემში რაღაც კარგი ასპექტი ჩემი ცხოვრების მაგალითად აი ჩემი შულები მიყვარს მინდა მათი მომავალი უზრუნველყო მინდა რომ ხო ასე ცუდად არ იყვნენ როგორც მე ვიყავი ცუდად და მარტო ერთი დაწყებითი განათლება მომცეს შობლებმა და ასე გაჭირობაში ვიყავ მე არ უნდა შულები ეს კარგია უკვე რომ შულებზე უზრუნავ მაგრამ კარგად ვიზრუნებ იმაზეც რომ მათ იფიქრონ აი ესეთ რაღაცებს რომ უბრალოდ არ გახდნენ
წარმატებულები არამედ ეს ზნეობრიობები, იფიქრონ იმაზე, რომ ერთად გაატარონ ხშირად დრო და რაღაცა წიგნები იკითხონ, მუსიკაზე წავიყვანო, იმიტომ რომ მე მუსიკა რო არ ვიცი, ცუდია, გემოვნება დავკარგე უკვე, მე აღარ ვეღარ შევიძენ უკვე ამ ასაკში იმ გემოვნებას, რაც ადრე შემეძლო, შემეძინა, დავკარგე ეს დრო. ჩემ შვილებს არ დავაკარგინებ ამ დროს. აუხსნი რომ წარმატება არაფერი არა. აი რაც ახლა მე რამაც მე ასე გამანადგურა და რამაც მე ამ ხელად კიულამდე მიმიყვანა, ამ კიულს მე გადავადნობ რაღაც სიკეთეში და ჩემ შვილებს მაინც არ შევიყვანა აქ დავუშვათ. რაღაც აი ეს მოვინანიებ, ამას ქვია. კომივოაჟირობას თავს დავანებებ. დაუშვათ სხვა საქმეს დავიწყებ, რაც მე უფრო მე რაღაც სხვა ან თუ იქნები სხვანაირად იქნები. გიგანსის ცოლს თუ უჭირს და გავიგებ და დავეხმარები, რაღაცა ბევრ რაღაც კარგს გავაკეთებ, გადავადნობ ამ ჩემ კიულს სიკეთეში. მაგრამ ეს ამას ჭირდება ხნე ხასიათი და ღვთის რწმენა რა თქმა უნდა და ვერ იტყვი რომ საწყალ ტრაპს ღვთის რწმენა აქვს. სინდისია აქვს, მაგრამ ღვთის რწმენა არ აქვს. ღვთის პატიების განცდა არ აქვს. შეიძლება აი პატიების მომენტად შემოდის ეს ადვოკატი, რომელიც მამასავითა ვარ შენთვის, რა უნება. რაც აი ღმერთის ხმასავითა რა, მამასავითა ვარ და მინდა რომ მოგიაროსავით, როგორც ზრუნა მაქვს შენზე. იმიტომ იქ დასაწყისში წერალი ამბობს კიდეც, რომ აი ამ პატარა ისტორიაში შეიძლება გამოჩნდეს სამართლიანობა, ეს დიდი იდეები, შეიძლება მოწყალებაც კიო. აქ მოწყენილობა წერია, აი ეს არის კორექტურა არის, მოწყალება უნდა იყოს იქ. შეიძლება მოწყალებაც გამოჩნდეს, აი მოწყალების მომენტი ამ ადვოკატის სიტყვა შეიძლება მოწყალების მომენტიც იყოს, რომ გამართლებს რა. აი თუ ბოროტი ადამიანი ხარ, პროკურორი თუ ხარ, სხვა ადამიანის, შენ გინდა ყველა მის ქმედებაში აუცილებლად ცუდი დაინახო. და თუ შენ გიყვარს ადამიანი და ზრუნავ მასზე, შენ მის ცუდ ქმედებაშიც გინდა იპოვო რაღაცა ის წერტილი, რითიც გამართლებდი მას. აი ადვოკატი ეგეთი არის რაღაცა. თან მამა ვარ შენი, რაღაცა ეუნება, შენ ჩემი შვილი ვითხარ და მომისმინე მე და მე ამართლებს. და უნდა შეუმსუბუქოს. მისი ფარული ანგელოზივით გამოდის რაღაც. ტრაპსი საინტერესო გახდა კიდეც, თავისი საინტერესო გახდა, როცა ამ რაღაცაზე ფიქრი დაიწყო. რა თქმა უნდა, ასეთ რაღაცებს დაფიქრება ადამიანს უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე მარტო ის, რომ კომერსანტი ხარ და რაღაცა იმაზე ფიქრობ, როგორ მოუგრიხო კისერი შენს კონკურენტს. არანაირად არ მომართლებ. ერთად ვამბობ, რომ რაღაცა გარკვეული კეთილშობილება ახლავს თქო, იმიტომ რომ აი აღიარა ეს, რომ ეს სუდი რაღაცა იყო. მაგრამ შენანება, ამიტომ მონანიება არ არის. აი პლატონს აქვს ეგ რაღაც ნათქვამი სახელმწიფოში, რომ უყურებო ამ ტირანსო, ძალაუფლებას რო აქვს ძალაუფლება, სიმდიდრე, ყველაფერი პატივისცემა დადის თავის ანტურაჟთან ერთად ამ ხალხის და დაყვებიან ეს ამალა მთელი და რაღაცა და ლამაზად აცვია ყველაფერი, მაგრამ გარეგნულად გეჩვენება რომ აი ბედნიერი, აი ნახევარ ღმერთი დადის ჩვენ გვერდით, მაგრამ რო ჩახედო ძალიან უბედურია. უამრავი უბედურებას ატარებს თავის თავში. არის მონა იმპულსების არის სულ შეშინებული, რომ გონია რომ ვიღაცა მოკლავს, ვიღაცა რაც წაართმევს, სულ დაკარგავს ძალაუფლებას, წესიერად არ ძინავს. ანუ რომ გარედან გეჩვენება რომ კარგად არის, სინამდვილეში არ არის კარგად. აი ეს უსამართლო ადამიანი, ნეტო ვერ იქნება აპრიორი კარგად, იმიტომ უსამართლობა უკვე ყველაზე დიდი ცუდია, რაც კი შეიძლება დამართოს საკუთარ თავს.